კატარის წყლებში კომერციული სათვირთო გემი დრონმა დააზიანა და სპარსეთის ყურის კრიზისმა ამ ორშაბათს 2026 წლის 11 მაისს საშიში ნიშნები მიიღო. გემი აბუ-დაბიდან მოდიოდა, მესაიედის პორტისკენ მიემართებოდა და კატარის სანაპიროს ჩრდილო-აღმოსავლეთით დაესხნენ თავს, რამაც გემზე შეზღუდული ხანძარი გამოიწვია და შეტყობინება სერიოზული იყო. სამოქალაქო ნავიგაცია კვლავ ირანის სამხედრო დიქტატურის კონტროლის ქვეშ მყოფი სისხლიანი რევოლუციური გვარდიის სამიზნე გახდა. იმ დროს, როდესაც რეჟიმი ცდილობს შიში, ენერგია და ვაჭრობა ზეწოლის იარაღის იარაღად აქციოს. ეხლა ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ჯერ გინდა რომ არხზე გამოიწერო. რათა კარგად ინფორმირებული იყო, მიიღო ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტი, მილსონ ალუესი თავდასხმა მოხდა კატარისთვის მნიშვნელოვან ზონაში, ქვეყანაზე, რომელიც ენერგეტიკისთვის, ვაჭრობისთვის და დიპლომატიისთვის საზღვაო სტაბილურობაზეა დამოკიდებული. კატარის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იდგემი კატარის ტერიტორიულ წყლებში იმყოფებოდა, როდესაც მას დაარტყეს. ბრიტანეთის საზღვაო ადმინისტრაციამაც განაცხადა, რომ ნაყარი ტვირთის გემი დაუდგენელმა ჭურმა დააზიანა, დოხადან 23 საზღვაო მილის მანძილზე. ბრძოლაში ჩართული არ იყო, ჯარისკაცები არ გადაჰყავდა, უშუალო სამხედრო სამიზნეს არ წარმოადგენდა. და სწორედ აქედან იკვეთება ბრალდება ირანის რეჟიმის რადიკალური სტრუქტურის წინააღმდეგ. ისლამური რევოლუციური გვარდია წლებია თეირანის სამხედრო და პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად მოქმედებს. კვლავაც რეგიონული უნდობლობის ცენტრში ჩნდება. რადგან ასეთი ქმედებები იმავე იძულების ნიმუშს მიხვება, რომელსაც იყენებენ გემების შესაშინებლად, დაზვრების გასაძვირებლად, ტვირთების შესაჩერებლად და ძალის საჩვენებლად, როცა რეჟიმი თავს მახეში მომწყდეულად გზნობს. პოლიტიკური მიზანი მარტივი და სასტიკია, ეკონომიკური დაუცველობის შექმნა დათმობების გამოსაძალად. ეს მარტივი პოლიტიკური მიზანი მხოლოდ გემის კორპუსზე არ შემოიფარგლება. გაფრთხილება აღწევს სადაზღვევო კომპანიებამდე, სანაოსნო კომპანიებამდე, პორტებამდე, ენერგიის მყიდველებამდე და იმ მთავრობებამდე, რომლებიც ამ მარშრუტებზე არიან დამოკიდებული. ირანის რეჟიმა ეს კარგად იცის. ის ცდილობს გამოიყენოს არასტაბილურობა როგორც გადარჩენის ფარი. რაც უფრო იზოლირებული ხდება, მით უფრო მეტად დებს ფსონს იმაზე, რომ სოფლიოს ძალიან ძვირი დაუჯდება მის წინააღმდეგ წასვლა. ეს არის სუიციდური ლოგიკა. თუ თეირანი მანევრის შესაძლებლობას კარგავს, მუქარას იყენებს. კატარის პასუხი მკაცრი იყო. დოჰამ დაგმოეს თავდასხმა როგორც საშიში და მიუღებელი ესკალაცია, რადგან კომერციულ გემებზე თავდასხმა არღვევს ნაოსნობის თავისუფლებას და საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმაც თავდასხმა ტერორისტულად შეაფასეს და განაცხადეს, რომ კომერციულ ნავიგაციაზე თავდასხმა კატარის სუვერენიტეტს, სპარსეთის ყურის უსაფრთხოებას და საერთაშორისო სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. რა ხდება? ეს აღიქმებოდა არა როგორც იზოლირებული შემთხვევა, არამედ როგორც მუქარის ნაწილი სამოქალაქო მარშრუტების წინააღმდეგ. გემი არ ჩაძირულა, ეკიპაჟმა გაქცევა მოახერხა. კომერციული სათვირთო გემის წინააღმდეგ მიმართული დრონი შეიძლება მეზღვაურები მოგლას, ტვირთი დაანთოს, ზღვა დააბინძუროს და მთელი პორტები გააჩეროს. იმ ფაქტმა, რომ ხანძარი შეზღუდეს, უფრო დიდი ტრაგედია აიცილა თავიდან. პრობლემა ისაა, რომ ცდელობა თავისთავად უკვე ასრულებს აგრესორის პოლიტიკური მიზნის ნაწილს, შიშის გავრცელებას. რევოლუციური გვარდია აცნობიერებს, რომ საზღვაო ომში სრული გამარჯვება საჭირო არ არის ზიანის მისაყენებლად. საკმარისია ეჭვი გააჩინოს თუ რომელი გემი იქნება შემდეგი სამიზნე. შეტევის დრო კიდე უფრო ზრდის დაძაბულობას. ტრამპმა უარყო ირანის პასუხი შეერთებული შტატების სამშვიდობო წინადადებაზე და თეირანის პოზიცია მიუღებლად მოიხსენია. მალე ამის შემდეგ ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე $3 მეტით მოიმატა, რადგან ბაზარი რეაგირებდა ომის გახანგრძლივების რისკზე და ენერგომარშრუტების არასტაბილურად დარჩენის რისკზე. ფასი $104 გადააჭარბა ერთ ბარელზე და როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არამკომ გააფრთხილა გლობალურ ბაზარზე ბოლო 2 თვის განმავლობაში დაახლოებით 1 მილიარდი ბარელის დაკარგვის შესახებ. ეს არის მთავარი საკითხი. თავდასხმა სათვირთო გემზე კატარის მახლობლად მხოლოდ ერთ ხომალდს არ ეხება. ეს თავდასხმა ნდობას უმიზნებს, საწვავის ფასს უმიზნებს, ინფლაციას უმიზნებს. ეს უსაფრთხოების განცდას უმიზნებს. გემები გადაზიდავენ საკვებს, ენერგიას, სამრეწველო ნაწილებს და ძირითად პროდუქტებს. ირანის რეჟიმი ზღვას შანტაჟის ასპარეზად იყენებს, რადგან იცის, რომ სოფლიო ეკონომიკა პროგნოზირებადობაზეა დამოკიდებული. როცა ეს პროგნოზირებადობა ირღვევა, ხარჯი ჩვეულებრივ მომხმარებლამდე აღწევს, მათ შორის მილიონობით ადამიანამდე, რომლებსაც ონთან არანაირი კავშირი არ აქვთ. დიდი ბრიტანეთი უკვე მოქმედებდა. ლონდონმა გამოაცხადა HMS დრაგონის გაგზავნა ახლო აღმოსავლეთში. მრავალეროვნული მისიის მომზადება საფრანგეთთან კოორდინაციით, ნაოსნობის დასაცავად, როდესაც პირობები ამის საშუალებას მისცემს.
ეს აჩვენებს, რომ დასავლური ძალები ამ შემთხვევას დიპლომატიურ ხმაურად არ ავიქვამენ, არამედ ნაოსნობის თავისუფლებისთვის საფრთხეთ. და, როდესაც ბრიტანულ გაფრთხილებასთან დაკავშირებულ გემს კატარის მახოდლად ესხმიან თავს, ზეწოლა საზღვაო ესკორტის, პატრულირებისა და კოორდინირებული პასუხის მოთხოვნაზე სწრაფად იზრდება. სწრაფად. ირანის რეჟიმისთვის ეს სარისკო ნაბიჯია, რადგან ის კიდევ უფრო აერთიანებს ქვეყნებს თეირანის წინააღმდეგ. კატარის წყლებში მომხდარი თავდასხმა მხოლოდ ლონდონს ან ვაშინგტონს არ აშინებს. ის აწუხებს დოხას, აბუ-დაბის, ქუვეითს, პარიზს, ოტავას და ყველას, ვინც ღია მარშრუტებზეა დამოკიდებული. რეჟიმი ცდილობს აჩვენოს, რომ ჯერ კიდევ შეუძლია ტკივილის მოკრენება, მაგრამ საბოლოოდ ამყარებს აზრს, რომ მისი სამხედრო მანქანა პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ვაჭრობას. როდესაც რევოლუციური გვარდია კომერციულ გემს სამიზნედ აქცევს, ის თავის მოწინააღმდეგეებს ეხმარება მეტი ზეწოლის, მეტი მეთვალყურეობისა და მეტი იზოლაციის გამართლებაში. ისტორია გვიჩვენებს, რომ სავაჭრო მარშრუტებზე თავდასხმა როგორც წესი ძვირად უჯდება მათ, ვინც ამ გზას ირჩევს. 2024 წელს იემენის სხუთები, რომლებიც ირანთან არიან დაკავშირებული, წითელ ზღვასა და ადენის ყურეში გემებზე თავდასხმას დაიწყეს. შედეგი პირდაპირ იყო, გემები გადაამისამართეს, მსოფლიო ვაჭრობა გაძვირდა. გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო ეს თავდასხმები, ხოლო შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ ჰუთების პოზიციებზე შეტევები განახორციელეს, როგორც პასუხი ნაოსნობისთვის შექმნილ საფრთხეზე. როდესაც თეირანი ან მისი რეგიონული დაჯგუფებები სამოქალაქო ტვირთს ეხებიან, ისინი მხოლოდ სამხედრო მტერს არ აბრაზებენ. ისინი გავლენას ახდენენ პორტის მუშაკების, მეზღვაურების, სატრანსპორტო კომპანიების, მომხმარებლებისა და მთავრობების ცხოვრებას ხაზე, რომლებსაც საქონლის მოძრაობის შენარჩუნება სჭირდებათ. შეტევები გემებზე შეიძლება თავდაპირველად მედიაში მოხდეს და პანიკა გამოიწვიოს, მაგრამ შემდეგ ისინი იწვევენ ესკორტებს, სანქციებს, კოალიციებს და თავდასხმებს აგრესორების სამხედრო ინფრასტრუქტურაზე. ირანის რეჟიმი ამას კარგად იცის, მაგრამ მაინც ამ სტრატეგიას მისდევს, რადგან ძალის ჩვენება სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით ირანელს კიდევ უფრო მეტ იზოლაციას, სიღარიბეს და რეპრესიას უქმნის საფრთხეს, სხვა ქვეყნებმა უკვე გაიგეს ეს დინამიკა. კატარმა დაგმო ეს თავდასხმა, რადგან ის მისსავე საზღვაო ტერიტორიაზე მოხდა. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ეს ქმედება ტერორისტულად შეაფასეს, რადგან იციან, რომ ნამდვილი მიზანი სპარსეთის ყურის ეკონომიკური უსაფრთხოებაა. კანადამაც დაგმო ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმები გემებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რეგიონში საერთაშორისო სამართლისა და თავისუფლების პატივისცემა მოითხოვა. დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ავითარებენ საზღვაო გეგმებს, რადგან კრიზისი უკვე გასცდა დიპლომატიურ არეალს. თითოეული რეაქცია ამყარებს ერთსა და იმავე შეფასებას. როდესაც რადიკალური ძალა დრონს იყენებს სატვირთო გემის წინააღმდეგ, ის კიდევ უფრო მეტ მთავრობას უბიძგებს ერთობლივი პასუხისკენ. ეკიპაჟი გადარჩა, გემი გააგრძელა გზა და ხანძარი კონტროლქვეშ მოაქციეს, მაგრამ თავდასხმამ ნათელი კვალი დატოვა. ირანის რეჟიმი ცდილობს მსოფლიო ეკონომიკური ტკივილი გამოიყენოს როგორც ძალაუფლებაში დარჩენის ინსტრუმენტი. რევოლუციური გვარდია ქაოსზე დებს ფსონს, რათა დამალოს თავისი სისუსტე, ჩაახშოს შიდა კრიტიკა და ვაჭრობის მარშრუტები დაშინების ველად აქციოს. მაგრამ ყოველი დრონი, რომელსაც სამოქალაქო გემისკენ უშვებენ, მსოფლიოს კიდევ ერთ მტკიცებულებას აძლევს იმ საფრთხის შესახებ, რომელსაც ეს სტრუქტურა წარმოადგენს. კატარის მახლობლად დაზიანებული სატვირთო გემი უბრალოდ თავდასხმული ხომალდი არ იყო. ეს იყო გაფრთხილება იმის შესახებ, თუ რამდენად შორს შეიძლება წავიდეს თეირანი, როდესაც რეჟიმის გადარჩენას ირჩევს. თუნდაც ეს ათასობით ადამიანის უსაფრთხოების ფასად დაუჯდეს. მე მილსონ აუესი ვარ, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების მულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ აუესის საზოგადოებაში.